როდესაც პირველად მეუღლე ხელით შემეხო, სერიოზულად დავიწყე იმაზე ფიქრი, რაც ხდებოდა ჩემს თავს. ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემთვის უკვე ნორმად იყო ქცეული. ვხედავდი, რომ ეს ბავშვებზე მოქმედებდა. უმცროს საუბრის დაწყება უჭირდა და ჩაკეტილი იყო. უფროს კომპლექსები ჩამოუყალიბდა და შიშით იღვიძებდა ღამე. ძალადობაზე საუბარი მესირცხვილებოდა. ჩემმა შვილმა დამასწრო. თავად დარეკა 112-ზე საშველად. ნათია, 42 წლის, ქუთაისი. როგორც მონას ისე მეკცეოდნენ. მამადლიდნენ, რომ ასე გაჭირვებული ოჯახიდან წამომიყვანეს. მეუბნებოდნენ, რომ მე ვალდებული ვიყავი მათთვის მემსახურე. ქმარი ნამდვილი დესპოტი გამოდგა. როგორც კი წინააღმდეგობას გაუწევდი, ის ფიზიკურ ძალადობაზე გადადიოდა. არაფერს მყიდულობდა, არც ტანსაცმელს და არც ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებს. ჩემი გამომუშავებული ფულის ხარჯვას არ შემეძლო. ანა, 22 წლის, ხობი. რატომ რჩებიან ქალები მოძალადესთან და რა ბარიერებს აწყდებიან გამოსავლის სიებისას? მიზეზი 1. საზოგადოებრივი გაკიცხვის და სტიგმის შიში. მიზეზი 2. სამართლებრივი დაცვის მექანიზმების და მხარდაჭერის სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. მიზეზი 3. ეკონომიკური დამოკიდებულება და დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები. მიზეზი 4. საცხოვრისის არარსებობა და დაუცველობის განცდა. რატომ ვითმენდი ამდენი წელი? მეგონა არავინ დამეხმარებოდა. არავინ დამიცავდა. ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ქალმა უნდა მოითმინოს და ოჯახი არ დაანგრიოს. ირინა, 38 წლის, ბაღდათი. ყველაზე დიდი საჭიროება საცხოვრისია, რომ სადმე შემეძლო შვილებთან ერთად ცხოვრება. სამუშაოს არ ვთაკილობ, მაგრამ როცა ბავშვები გყავს, დილიდან საღამომდე მუშაობა შეუძლებელია. მარტოხელა დედისთვის მორგებული გრაფიკი უნდა იყოს. თუ არ მექნება მუშაობის საშუალება, როგორ უნდა წავიდე მოძალადისგან? თეა, 25 წლის, თერჯოლა. გამოსავალი არსებობს. მოძალადესგან თავის დასაღწევად პირველ ეტაპზე ქალებს შეუძლიათ თავშესაფარს მიმართონ. თავშესაფარმა გადამარჩინა. აქ პირველად ვიგრძენი თავი უსაფრთხოდ. იურისტის დახმარებით მივხვდი, რომ კანონი მიცავს და ჩემს უფლებებს დავიცავდი. ფონდის სოხუმის მხარდაჭერამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. სარეაბილიტაციო ცენტრი მე და ჩემს შვილებს ძალიან დაგვეხმარა. ფსიქოლოგმა მასწავლა, როგორ გამომეყვანა ბავშვი მდგომარეობიდან. მაკა, 45 წლის. ეს არის ნამდვილი მხარდაჭერა. პროფესიული კურსების გავლით კერმო ვისწავლე. ახლა საკუთარი შემოსავალი მაქვს და შიშს აღარ გრძნობ. დღეში ერთხელ იმ ქალებს ვხვდები, ვინც იდენტურ ბრძოლას გადის. უფრო ძლიერი ვარ, ამჯერა, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. სოფიო, 23 წლის. დაარღვიეს იჩუმე. დაუპირისპირდი ძალადობას. გახსოვდეს, შენ არ ხარ მარტო.